ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან ნიკა მელიასთან ის ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ნიკა, გესმით ჩვენი? მოგესალმებით, დიახ, მესმის. ბატონო ნიკა, ჩვენ ყველანი ვადევნებდით თვალყურს ცესკოში განვითარებულ მოვლენებს. ახლა იქ იყო ხელჩართული ბრძოლა თუ ბრძოლა წესების გარეშე, არ ვიცი როგორ დავახასიათო ეს პროცესი, რაც დღეს ხდება ზოგადად. რატომ არ ელოდება ივანიშვილის ცენტრალური საარჩევნო კომისია სასამართლოს? რა ხდება? მე მგონი ყველაზე დიდი სამწუხარო ფაქტი და ყველაზე დიდი უბედურება რისი მომსწრენიც ვართ და მონაწილენიც ვართ და მონაწილენი იმიტომ რომ მანასანამ ეს ყველაფერი არ დასრულდება ეს კოშმარი, ხო? ჩვენი ბრალეულობაც იქნება აქ ეხლა შეუძლებელია მარტო ვიყოთ ამ ყველაფრის მომსწრენი, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფერს დაუსვათ წერტილი და სანამ არ დაუსვათ წერტილს, გვინდა არ გვინდა, რა თქმა უნდა ვართ ამის ყველაფრის მონაწილენი. ახლა აღარ არსებობს არაფერი ამ სახელმწიფოში, არც ერთი ინსტიტუტი, არც ერთი ასე თქვათ ბერკეტი, მექანიზმი, რომელიც შენ ამ ქვეყანაში ამ სახელმწიფოში სიმართლეს მოგაძებნიებს, გაპოვნინებს სამართალს. არ არსებობს და ეს რეალობა არის. ამ რეალობის წინაშე ვდგავართ და სწორედ ამიტომ ღელავს ხალხი და სწორედ ამიტომ დგას ერი ფეხზე და ითხოვს სამართლიან არჩევნებს ქვეყანაში, მეტის უბრალოდ არჩევნების ჩატარებას. ეხლა ცესკოში რომ ხდება დღეს ის რაც ხდება, ეს რომ აღარ გვიკვირს, ეს არის ერთი მხრივ უბედურება, მაგრამ მეორე მხრივ გზავნილი ყველასათვის, რომ გვინდა ჩვენ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება? არ გვინდა, რა თქმა უნდა და არ ვაპირებთ ცხოვრებას. ეხლა სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ყველაფერი მორგებული არის ოლიგარქიულ წესრიგს. უბრალოდ რატომ არის ახლა ეს პროცესი სასარგებლო, რასაც ჩვენ ახლა ვადევნებდით თქვენ ეთერის მეშვეობით. ყველამ დაინახოს კიდევ ერთხელ, ყველა შეგვგულისხმობ არა მხოლოდ ქართულ ერს და ქართულ საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ელჩებმა, მათ შორის ყველა საერთაშორისო ჩვენმა პარტნიორმა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან მყარი საფუძველი აქვს ხალხის პროტესტს. როგორ შეიძლება ახლა ამ ყველაფერს ადამიანი შეეგუოს, ეხლა რასაც უნდა იმას აკეთებს, ხო? აკეთებს, იმიტომ უკან დასახევი გზა არ აქვს, არც ერთი საჩივარი ან არ განიხილეს, როგორც ბატონო ნიკა, რატომ ჩქარობენ ასე? მათ მიერ გაწერილ გრაფიკს რატო გადაუხვიეს? 19 ნოემბერი იყო ბოლო ვადად დასახელებული და რა ხდება ეხლა? რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი? ამ სიჩქარის? ვერ გეტყვით ეხლა იქ რა გეგმის მიხედვით მოქმედებს ხელისუფლებაში ადამიანები ივანიშვილის დავალებით, ეხლა მე მგონი რთული იქნება და უბრალოდ შეუსრულებელი მისია ეხლა გამოიცნო, რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ თავარი ხო ვიცით რასაც აპირებს რომ ქვეყანა დააკონსერვოს, ანუ სახელმწიფოში არ ფუნქციონირებდეს არაფერი გარდა საკუთარი ოვინებისა და საკუთარი, არ ვიცი, ხუშტურებისა. ეს ვიცით კარგად. არ არის ის ცესკო, სადაც ვართ, ის არის უბრალოდ აი შუშის სასახლის ერთ-ერთი დამატებითი, არ ვიცი მე ხა შენობა, რომელიც ემსახურება ერთ ადამიანს, ხოლო ეხა არც ერთი საჩივარი არ განიხილეს, ან თუ განიხილეს, დაუკმაყოფილებელი დატოვეს, ხო? ყველა მოსამართლე ნორმალურ ქვეყანაში დამწყები იურისტიც კი თუ რომც განეხილა საჩივარი დააკმაყოფილებდა. მაგალითად, ეხა მე გლანიდან გერთვებით, რომ მინდა კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ, რა სახის საჩივარს არ აკმაყოფილებდა სასამართლო ბიძინა ივანიშვილის, ხო? აი მაგალითისთვის გეტყვით. ერთ-ერთი და უამრავი ასობით ასეთი საჩივარი არ დააკმაყოფილა, არ განიხილა. აი მაგალითისთვის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი, რომელიც გლდანში არსებობს, 20 სპეცუბანი, ეგრეთ წოდებული 35 ამორჩევოს ჰქონდა უფლება, ხმა მიეცა მაჟორიტარისთვის, იმიტომ რომ 35 ადამიანი იყო მხოლოდ იმ სპეცუბანზე რეგისტრირებული, რომელიც ამ რაიონის მაცხოვრებელი იყო, ხო? და შედეგად რა მოხდა? 150 ადამიანმა ვითომ ამორჩეველმა ხმა მისცა კობიაშვილს. ანუ რეალურად ახლა გვიჭირავს ხელში დოკუმენტი, სადაც ვიცით რომ 35 ადამიანი არისო ხმის მიმცემი უფლებით აღჭურვილი ამ უბანზე და მიცა 150-მა, საიდანაც მოიყვანეს, უბრალოდ დაწერეს. ეს
გავასაჩივრეთ, იურისტებმა გაასაჩივრეს სასამართლოში, სასამართლომ არ განიხილა. მორჩა გათავდა, ახლა რა ხდება? ან ვეგუებით ამას, ან არ ვეგუებით, ხო? ეს ყველაფერი ვამცნობთ ეხლა ჩვენს მეგობარ საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს, უამრავი ასეთი 36 საჩივარი იყო გდანში მაგალითად და არც ერთი არ განიხილეს, არ დააკმაყოფილეს. ბატონიკა, თქვენ ამაზე არაერთხელ გისაუბრიათ ამ დღეების განმავლობაში. თუ შეგიძლიათ არა, ყველგან იგივე ხდება, ხალხო და რატო გიგვირს არაფერი მე მომხრევარ ხალხო, ერთადერთი გზა რომელიც დარჩა ქვეყანას ეს არის აქტიური მუშაობა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან გზა რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს აუცილებლად სწორედ ამაზეა ჩემი კითხვა ბატონიკა თქვენ თქვით რატომ გვიკვირს და ალბათ რა ვიცი წინა დღეების რეჟიმში რომ გაგრძელებულიყო ეს პროცესები არ გაგვიკვირდებოდა მაგრამ იყო გუშინდელი დღე როცა ხელისუფლება და ოპოზიცია პირველად დაჯდა ერთმანეთის პირისპირ ფასილიტატორების თანდასწრებით ანუ დაიწყო დიალოგი და როგორ ფიქრობთ დღეს ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ჩაიშალა ეს დიალოგი დაშორდნენ მხარეები უფრო ერთმანეთს ვიდრე თუნდაც აქამდე იყო ჩვენ ყველა რესურსი უნდა ამოვწუროთ რომ ყველა დარწმუნდეს იმაში რა არის რეჟიმი თუ კი ვიმეს ეჭვეპარება პარალელურად აუცილებლად გაგრძელდება მწვავე საპროტესტო მშვიდობიანი აქციები სწორედ მწვავე აქციებმა იძულებული გახადა რეჟიმი არჩევნების დღიდან სულ რაღაც 12 დღეში ნაძალადევად დამსხარიყო ოპოზიციათა სალაპარაკოდ. წარმოვიდგინეთ 12 დღის თავზე რეჟიმი რომელიც გვიცხადებდა რომ არჩევნები მოვიგე, მოცუნცულდა და გესაუბრება იმაზე, რასაც ხალხი ითხოვს. ანუ არჩევნები ვამბობთ და ვუმტკიცეთ რომ გაყავდა კი არა და არ ჩატარებულა. ესენი 11 დღის განმავლობაში ამბობდნენ რომ რა სისულელეს აქვს ადგილი, რა საუბრობთ. ამას ხომ არანაირი საფუძველი არ აქვს და სად არიან დღეს, იქ არიან, სადაც მათ არ უნდათ, ხო ყოფნა. და ეს ყველაფერი გამოიწვია რუსთაველის გამზირმა, რუსთაველის გამზირზე გაგრძობადმა პროტესტმა, საპროტესტო აქციებმა და ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ სანამ ან ხელისუფლება რეჟიმი გაგრძელდება, რა იქნება ხვალ? ეს იქნება ჩვენი ბოლო კითხვა და დაგემშვიდობებით. ხვალ იქნება ის, რაც იქნება მანამ სანამ არ დათმობს რეჟიმი ხალხის მიერ მიტაცებულ ძალაუფლებას გულისხმობ არჩევნები ახალი არ ჩაინიშნება. დიახაც, არა, რუსთაველის გამზირის ხილვა ცარიელს ვერ ეღირსება რეჟიმი. ყველაზე მეტად ახლა ხელისუფლებას ეშინია საპროტესტო აქციების. გამორიცხული არის. ერი არის მოლოდინში სიმართლის დასადგენად. სიმართლე არის ეხლა ხალხის მხარეს, ხალხი ერი საზოგადოება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ბროდ აღიქვამს. დიახაც, მას გონია რომ ეს არ არის ერი, ეს არ არის თამოყვარი საზოგადოება, ეს არ არის ხალხი. ბრბო გონია, ბრბო და ასე არ გაგრძელდება მისი პარტიაში შეუძლებელია ერთი გზა არის ახლა აღარ არის უკვე არც გზაჯვარედინი არც რაიმე ჩიხი გზა რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს ჩვენ ყველა რესურს ვიყენებთ იმისათვის რომ ვაიძულოთ რეჟიმი წამოვიდეს ისტორიულ დათმობაზე არ დათმობს მოლაპარაკებების მაგიდასთან საზოგადოებას გვეცოდინება რომ დიახაც კიდევ უფრო მეტნი კიდევ უფრო მწვავე უნდა გახდეს პროტესტი რუსთაველის გამზირზე და ერთჩვენიერ დღეს თუ იგი არ გაიაზრებს რა შეიძლება დაემართოს აი იმას მიიღებს დადგება მთელი საქართველოს რუსთაველის გამზირზე და აი იმის შემდეგ მოუწევს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებიდან წასვლა მაგრამ მე ახლა ბედნიერი ვარ ნახოთ როგორ დასრულდება ეს პროცესი ყველა ელჩი მათ შორის დარწმუნდეს იმაში რა უზნეო ხელისუფლება გყავს მაგრამ ვერ დარწმუნდება და არავინ არ უნდა შევიყვანოთ ჩესტომაში არ დარწმუნდება და ვერ დარწმუნდება ბიძინა ივანიშვილი ხალხის პროტესტის გარეშე დიახაც რომ არა 20 ივნისი 21 ივნისი და 22 ივნისი ხო ის პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაპირების სახით ხო არ გადმოგვიგდებდა რა რამ აიძულა ბიძინა ივანიშვილი აიძულა რუსთაველის გამზირმა აიძულა და ასევე აიძულებს სხვა გამოსავალი არ არსებობს უკან დასახევი გზები ჩახერგილია მოწონს ვინმე საპროტესტო აქციები არ მოწონს ხომ რეალობა არის ერთი დღეს ძალა არის ხალხში და ძალა არის რუსთაველის გამზირში მაგრამ ეს ხალხია სწორედ ხელისუფლების წყარო ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დიდი მადლობა დიახაც ბიძინა მადლობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი
და სანამ ბიძინა ივანიშვილის გონია რომ ლეგიტიმაცია ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმაციას იძენს პოლიტიკაში, თუმცა პოლიტიკაში ქვია ყოფნით თავისი ფულით პოლიტიკაში როა გონია რომ ეს არის რეალურად ხალხის მიერ მიცემული ლეგიტიმაცია და ფულია ვიღაცა შეიძლება გონია რომ იცი ლეგიტიმაციას პოლიტიკაში რომ ვარ მე ვიძენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გზით, რაც არ არის ნამდვილად დასაყრდენებელი, მაგრამ თავარი ლეგიტიმაცია, რომელიც ყველამ უნდა მოვიპოვოთ, თუ გინდ ჩვენ პოლიტიკაში ვიყოთ, ეს არის ხალხი და ხალხი დღეს არის ისტორიის სწორ მხარეს და სულ სხვა რამეს გვეუბნება. გვეუბნება, რომ იდექით რუსთაველის გამზირზე და არ დათმოთ ჩვენი შეურაცხყოფა, სულში შეურაცხყოფა, ჩვენი დაცინვა და ჩვენი ცინიზმი და გაუსწორეთ თვალი რეალობას და ამ გზიდან ჩვენ ვერავინ ვერ გადაგვახვევინებს. ვერ გადაგვახვევინებს. გამორიცხული ამბავი არის. დიდი მადლობა. მე გაგყოფ თქვენ სკეპსისი გაქვს დიალოგის პროცესის მიმართ. და ხვალ ყველანი 3 საათზე რუსთაველის გამზირზე. დიდი მადლობა.